წმინდა წელსაც, სწორედ იგი გახლავთ ახლა ბურთით შორეული დარტყმა, მეკარე კარგად თამაშობს. და შეყილაძე, რომელიც დღეს პირველად არის სასტარტო შემადგენლობაში, კარლოსი მარცხნიდან და პაპავა გამოცდილი ფორვარდი ცენტრშია, კარგი დარტყმა, მაგრამ არა ზუსტი. მოვიდა და ხედავთ აქ პაპავას გადაცემა და ერთი შეხებით ზუსტად საჯარიმოს ხაზიდან დაარტყა. ნიკა ხორხელმა გორელებს არა გაითამაშეს ბურთი და ეხა ჩააწოდეს საჯარიმოში თავით დარტყმა შედგა, თუმცა არა ზუსტი. ხო იქ რაღაც პრობლემა აქვს ერთ წყალტუბოელს. კარში დარტყმა ოლატუნჯის ანგარიშია კარისკენ. განიშნებდნენ სათადარიგოს გამიდან დროზე შეეტანა ბურთი თამაში სიუკან. მეთეშაშვილი მაღალი ჩაწოდება თავით. შეიძლებოდა დარტყმა, ცდილობა კიდევ ერთი დარტყმა და აქ უკვე ბურთის სტება. კარგი შეტევა, ალბათ ჯერჯერობით, რადგანაც აქ დაიძაბა სიტუაცია. აქ თავით ვერ შეძლეს დარტყმა გორელმა ფეხბურთელმა, შემდეგ არაუჯომ უკან დააბრუნა ბურთი და ყოველ შემთხვევაში კარში დარტყმის მცდელობა იყო. ფეხბურთელებს მეთეშაშვილის გამორბენი დაარტყა კარის მიმართულებით, მაგრამ კარგი გადაცემა, შემდეგ მეთეშაშვილი რას იზავს, კიდევ ერთი პასი და მშვენიერ პოზიციაში არის გორელი ფეხბურთელები დაარტყმა უკეთესადაც შეიძლებოდა, მაგრამ შევაქოთ სიუკავი. ეს იყო ყველაზე კარგი შანსი ალბათ რაც იყო დღევანდელ შეხვედრაში, განაც აი აქედანვე ჯერ ფარულავა ძალიან კარგი გადაცემა მეთეშაშვილის მისამართით და შემდეგ მეთეშაშვილის ძალიან ზუსტი გადაცემა. დროც ჰქონდა მომზადების თვისაც, რა ვიცი, კარისკენაც გაიხედა, მაგრამ ფულერმა აშკარად სუდად დაარტყა, რაც დაარტყა, ის მოიგერია სიუკავებმა და ამ შემთხვევაში კარგი შანსი იყო, აი ხედავთ, კიდევ ერთი კარგი შედეგი, შეყილაძე მან დაარტყა და მეკარე თამაშობს კარგად ბურთი წავიდა შორეულ კუთხეში, მარცხენა კუთხეში და დააგდო ბურთი, მაინც არაუჟმ, კარგი პოზიცია არის. ოლატუნჯი, ფარულავა შეუძლია მას დარტყმა, ძლიერად დაარტყა კიდევ. კიდევ ტაიმში გორელები უკეთესად მოქმედებენ. და ყოველ შემთხვევაში მცდელობა და სურვილი თითქოს უფრო მეტი ჩანს მათი მხრიდან. დება არის. აქ უკვე კარგი. სიუსი მან ჩაჭრა და მარჯვნივ უნდა გაიხედოს, ხორხელი იხსნება, თვითონ დაარტყა. კარგად თამაშობს ყოველთვის. აი ეს ეპიზოდი, ხედავთ, რამდენი ეხა აქედან არ ჩანს კარგად. ნუ გადავიდნენ ის ფეხბურთელები შეიძლება უკან დააგდო ბურთი, მეთეშაშვილი არა. და დაეწია ბურთი, მაღალი გადაცემა გააკეთა, მაგრამ დაიბრუნეს ბურთი გორელმა ფეხბურთელებმა. კარგი ამ ეპიზოდში დარტყმა და გავიდა გოლი. აქ ასხლეტა იყო და გორელმა ფეხბურთელებმა 96 წუთზე შეძლეს გოლის გატანა და ფაქტურად გოლგაში გორის დილას შემადგენლობაში, ნუ არა აქ მეთეშაშვილიც არის და ვერ ვიტყვით რომ შეცვლაზე შემოსვლა ფეხბურთელებმა, მაგრამ აი ეს გადაცემა, ბოლო გადაცემა სწორედ შეცვლაზე შემოსვლა გოცირიძემ გააკეთა და არ ვიცი კარის მიმართულებით მიდიოდა აქ ბურთი და პაბულურიან შეეწერება ავტოგოლი თუ სანიანგს გოლი ეს ნაკლებად არის მნიშვნელოვანი გორელთათვის ალბათ ამ შემთხვევაში თავარი ის არის რომ გოლი გავიდა და აქ მეკარებაც ვეღარ შეძლო ვერაფრის გაკეთება, სტუმრები დაწინაურდნენ 0-1 გახდა ანგარიში. მეორე ტაიმში უკეთესი იყო დილა, პაუზა იყო. უკვე ამ პერიოდშიც მაღალი ჩაწოდება დარტყმა და აქ უკვე მეკარე, ბრავო კერესელიძე ამ ეპიზოდში. კიდევ ერთხელ განმეორებით ვნახოთ ეს ეპიზოდი. ყოჩახ საქართველოს ნაკრების მეკარე, ურთულესი აყოფილნი არიან გორელი ფეხბურთელები. რა თქმა უნდა და ამასობაში დასრულდა შეხვედრა 0-1.